ჩვენს გარშემო არიან ქალები, რომლებიც მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან როგორც საკუთარი ოჯახებისთვის, ისე რეგიონისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის, თუმცა მათ შეიძლება არ იცნობდნენ. ჩვენი მიზანია ეს ადამიანები გავაცნოთ ფართო საზოგადოებას და გახდნენ ერთგვარი მაგალითები, მოტივატორები სხვა ქალებისთვის, იმ ქალებისთვის, რომლებიც ახლა პასიურ ცხოვრებას ეწევიან. ერთ-ერთი მათგანი რუსუდან მითაგვარია, რომელიც ახლა ჩვენი სტუდიის სტუმარია. მოგესალმებით ქალბატონო რუსუდან და მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. უშუალოდ სანამ კითხვების დასმას დავიწყებდი, მინდა მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ აი ახლა გაზეთები, რომელიც ჩვენს უკან არის, ეს არის ხმა ქართველი გალისა, ვიცით რომ საუკუნის წინ კატო მიქელაძემ ქუთაისში დააფუძნა თავის დროს და ერთგვარი გაგრძელება ეს ამ გაზეთში იყო, ვაცნობდით თქვენნაირ ქალბატონებს, ქალებს, საზოგადოებას, რომ ყოფილიყვნენ ისინი მაგალითები, არ ყოფილიყვნენ სადღაც ჩრდილში, რადგან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და ცვლიან იმ გარემოს, სადაც ისინი არიან. და ეს ამ გაზეთის შეიძლება ითქვას ერთგვარი გაგრძელებაა ჩვენი გადაცემა. კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. მინდა მადლობით დავიწყო ეს ყველაფერი. ყველანაირად ვცდილობთ, როგორც ქალი, გავაკეთოთ ის კეთილი საქმეები, რომელიც ჩვენს მომავალს შეცვლის. ძალიან საინტერესო საუბარი გვერდის წინ დარწმუნებული ვარ. გითხავთ რუსუდან პირდაპირ, რა არის დიადემა? დიადემა ეს არის კომპანია, რომელიც 2021 წელს დავაფუძნეთ. სახელები ჩემი შვილებიდან გამომდინარე დავარქვი, რადგან დიადემა ჩემი მესამე შვილია და ისევ ზრუნავ როგორც საკუთარ შვილებზე. და ვაწარმოებთ ქართულ პროდუქციას, ეს არის ღვინო, ქართული ღვინო, დირბულა, ჩინური, გურული მწვანე. ასევე გვაქვს თაფლი. საკუთარი მეურნეობა მაქვს, 70 ოჯახი ფუტკარი მყავს. ერთი ოჯახით დაწყებული, ცოდნა არაფერი არ მქონდა მეფუტკრეობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შევძელით, რომ ასე გაგვეზარდა და 70 ოჯახი მყავს დღესდღეობით. ამდენი ხანია რაც ეს კომპანია არსებობს, როდის დაიწყეთ? მანამდე რა საქმიანობდით? ესეც საინტერესოა და იდეა საიდან გაჩნდა? კი ბატონო. მანამდე ოჯახური საქმეებით ვიყავი დაკავებული, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვცდილობდი პიროვნულ ზრდას, განვითარებას. თუ რაიმე საინტერესოს ვნახავდი, ყველგან ვცდილობდი განვითარებას, ტრენინგები, კურსები, ონლაინ, ოფლაინ, მუდმივ განვითარებაში. იდეა გაჩნდა იქიდან, რომ დავიწყე აქტიურობა და სხვადასხვა პროექტებში მომიწია ჩართვა. და ჩემი პირველი ნაბიჯები დაიწყო ბაზ ჯორჯიადან და მე მათ მადლობა მინდა გადავხადო. პირველი ურთიერთობა ჩემი მათთან ორდღიანი კურსი იყო, ქალბატონები ვესწრებოდით ამ შეხვედრას. ქალბატონი მაია ქობალია იყო ჩვენი ტრენერი და ის ორი დღე ჩემთვის გახდა ყველაზე ძვირფასი. აქედან დაიწყო ყველაფერი. გავხდი ამ ქალბატონებს შორის რჩეული და შემდეგ ბაზ ჯორჯიას ელჩი. შემდეგ იყო ჩემი ინგლისურის ცოდნით მოვხვდი ესტონურ პროექტში. გავხდი მათი რჩეულიც 52 მონაწილეს შორის გამარჯვებული გავხდი და შემდეგ ეს ესტონელი ტრენერები სტუმრობდნენ. 6 თვიანი კურსი იყო, ძალიან საინტერესო, ძალიან ნაყოფიერი და ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. არც ერთი გაკვეთილი გამიცდენია, 3 საათიანი, 4 საათიანი ლექციები იყო ხოლმე, კვირაში ორჯერ და არასოდეს დამიგვიანია. და ბოლოს აღმოჩნდი გამარჯვებული და რომ ვიტყითხე რატომ, მიზეზი მითხრეს, რომ ძალიან ენთუზიაზმით ანთებული, ძალიან პუნქტუალური, პასუხისგებლიანი და მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა. და შემდეგ ჩვენთან სტუმრობდნენ, გორში იყვნენ ჩამოსულები, ვარიანში შეხვდით. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩვენამდე ვერ მოიყვანა, რადგან საოკუპაციო ეს აუცილებლად მინდა ამას ხაზი გაუსვათ. დიახ, მინდოდა რომ ლოკაციაზე შევხვედროთ ჩვენ სტუმრებს იქ გაგვემართა ჩვენი შეხვედრა, მაგრამ რაღაც ნეიტრალური შევარჩიოთ და ამიტომ ვარიანში შევხვდით. იქ ქონდა ჩემი პროდუქცია წარდგენილი და სუფრასთან ჩვენი ხელნაკეთი ლიქიორებიც მივიტანე, როგორც სტუმრებისთვის. ძალიან მოეწონათ და რატომაც არა თაფლთან ერთად თქვათ ესეც გქონდეთ. აი აქედან წამოვიდა ეს იდეა დიადემა. ნუ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ გამეკეთებინა და მათ შემომთავაზეს, რომ თუ კი თქვენ შექმნით კომპანიას, საიდანაც ჩვენ შემძლევთ შემდეგ დაგეხმაროთ და ესტონეთში გაგატანინოთ დიდი სიამოვნებით სასმელები
შეგვიძლია რომ დაგეხმარათ და პირველი რამდენიმე ბოთლი გავგზავნე ესტონეთში და ეს იყო ჩემი ძალიან დიდი ნაბიჯი და სიხარული და ყველაფერი შესაძლებელია. აქედან წამოვიდა ეს ყველაფერი. ნელ-ნელა ვითარდებით და ვცდილობთ კიდევ უფრო გავზარდოთ განვითარდეთ და მაყურებელს ვეთქვი რომ კი თქვენ ახსენთ ოკუპაციო ხასთან ცხოვრობთ ეს არის გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვეში და უშუალოდ მე რაც ინფორმაცია მაქვს ვიცი რომ მართლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ცხოვრობთ იმ ადგილზე სადაც რუსის ჯარი დგას ხომ ახლა და ეს დამაბრკოლებელი იყო თუ არა და იმ რამდენად მნიშვნელოვანია ალბათ ამაზე ხაზის გასმაც აღარ ღირს და მაყურებელი წვდება რომ თქვენ არ დატოვეთ ის ადგილი და გახდით მაგალითი თქვენი სოფლისთვის, სხვებისთვის. აი ეს იყო დამაბრკოლებელი აი ამაზე თუ გიფიქრიათ, თუ არ გიფიქრიათ და გინდოდათ იქ გაგეკეთებინათ ის საყვარელი საქმე. ამაზეც ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ჩვენ ძალიან ახლოს ცხოვრობთ, ეს არის სოფელი ფლავისმანი და სოფელი ქვეში, ორივეგან გვაქვს ობიექტი, ანუ ერთთან ცხოვრობთ, მეორეგან გვაქვს ეს სოფლები ახლო ერთმანეთთან. კი, ძალიან ახლო და საოკუპაციო ზოლთან ახლოსავართ, დაახლოებით 500-600 მეტრი იქნება ჩვენგან დაშორება. ნუ ჯარი იქ არ დგას, მაგრამ ზოლი გადის ჩვენთან, ტირიფონის არხს მისდევს ეს ზოლი და სიმართლე გითხრათ, ერთ ვიტყვი წლების წინ, როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, მაშინ ერთი ჩემი მეგობარი საზღვარგარეთ წავიდა და მაშინ მითხრა, რომ რუსო ჩვენი ადგილი საქართველოში არ არის. მაშინ ძალიან ბევრმა დატოვა საქართველო და მის მერე სიმართლე გითხრათ, არც არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისე წავიდა და დღესაც თითქმის იგივე სიტუაცია. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდანაც მაინც არასოდეს დავტოვებ ჩემ ქვეყანას, არასოდეს დავტოვებ იმ ადგილს, სადაც ჩვენი ახალგაზრდები იზრდებიან და იმ სულის კვეთებით, იმ ჟინით, იმ სიყვარულით გაუძღვევი იმ საქმეს, რასაც სამშობლოს სიყვარული და ქართველი ხალხის სიყვარული ქვია. დაბრკოლება იყო, არის რა თქმა უნდა. თუნდაც ის მომენტი, რომ ესტონელები, რომლებიც მინდოდა ჩემთან მოსულიყვნენ, ვერ მოვიდნენ, აი ამის გამო, რომ ახლოს არის და თავი შეიკავეს. მე მსურს რომ სტუმრები, ვიზიტორები მივიღოთ ჩემს პატარა მარანში, რომლის გაკეთებასაც ვაპირებ. რამდენიმე ტრენერმა მირჩია, რომ ხომ არ ჯობია სადმე ისეთ ადგილას გააკეთო, რომ სადღაც ადვილად მიიღებს სტუმრებს, მაგრამ მაინც არ ვშვები ჩემს იდეას, რატომღაც მაინც ვცდილობ იქ მივიღო, სადაც მამა-პაპის მიერ ჩადგმული ქვევრია. და მინდა რომ ის ქვევრი ისე დავტოვო როგორც არის, თუმცა სიახლეების მინდა შევიტანო და მინდა იქ მივიღო ვიზიტორები, მინდა აქედან გაიგონ ქართული ფესვების სიძლიერე. კიდევ ერთი დაბრკოლება, რომელიც ქალებს ხდება, ამაზეც მინდა მესაუბროთ, როდესაც იწყებთ საკუთარ საქმიანობას, ბიზნესს იწყებთ. აი თუ იყო სტერეოტიპული შეხედულებები, აი როგორც ქალს რა გამოწვევები, ბარიერები გქონდათ, როგორც ვიცი, ძალიან ურთულესია იმ საქმის კეთება, რასაც თქვენ აკეთებთ. აი ამაზეც რომ გითხრათ, ბარიერებზეც და თქვენ საქმიანობაზეც რომ აგვიღწეროთ. ნებისმიერ ქალს აქვს სირთულეები. შეიძლება როგორც პიროვნულიდან გამომდინარეც იყოს, გარემოდან გამომდინარეც იყოს, თუმცა ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, დავძლიოთ ეს ყველაფერი. რა პრობლემები იყო, სტერეოტიპები არსებობს, რომ აი თუნდაც ვერ შეძლებს ამ რაღაცას ვერ შეეჭვდება. რა თქმა უნდა, ეს ქალის საქმე არ არის და ქალს რა უნდა ღვინოში და ქალმა მარტო ოჯახს უნდა მიხედოს და ბავშვები აღზარდოს და თუმცა ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ქალებს, აი უსაზღვროდ. შეგვიძლია ის საქმეები ვაკეთოთ პარალელურად ოჯახურ საქმეებთან ერთად. რამდენიმე საქმე შეგვიძლია მოვასწროთ. ერთი მინდა გითხრათ, კიდევ როცა მეუბნებოდნენ რომ რატოს თქვათ შენი ინგლისურია, ამ დროს მაინც ვცდილობდი რომ განვითარებულიყავი. და ამ ყველაფერმა გამოიღო შედეგი. კი, გამოიღო შედეგი და მინდა უთხრა ქალბატონებს, არ შეეგუონ იმ სტერეოტიპებს, რაც მათ გარშემო არსებობს და ყოველთვის იყვნენ ის, ვინც არიან. უშუალოდ თქვენი საქმიანობა რო აგვიხწეროთ. კი ბატონო, ჩემი საქმიანობა იწყება მეორე დღის დაგეგმით, ყოველ დღე. ყოველთვის ვიცი ხარ რა უნდა გავაკეთო. საინტერესოა და მნიშვნელოვანია. და შვილებსაც ამას ვასწავლე, რომ დაგეგმეთ მეორე დღე და იცოდეთ რა უნდა გააკეთოთ. აუცილებლად განვითარება. დღეში ერთი ფურცელი მაინც წაიკითხეთ, რადგან სიახლეები თუნდაც ერთმა ფრაზამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს.
საქმიანობას რაც შეეხება, ძალიან ვერ ვიტყვი რომ მარტივია. რთულია, მაგრამ მადლობა უფალს ყველაფრისთვის, შედეგებიც გვაქვს და მინდა რომ ეს შედეგები კიდევ უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს და ფართო მასშტაბზე გავიდეს. 70 ოჯახის მოვლა ფუტკრის მარტო მიწევს და მართლა ძალიან რთულია. მარტო მოწამლა 3-4 საათი მიწევს საფუტკრეში ყოფნა გასაგებია ყოველდღე არა, მაგრამ როცა შევდივარ ქალისთვის რთულია. და მე მინდა კიდევ ამთან ახლა გამახსენდა და მინდა მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც სრულიად უცნობ ადამიანებს, რომლებიც მეხმიანებიან და თავიანთ ცოდნას მიზიარებენ. მე ფუტკრეობასთან დაკავშირებით. კი, მე ფუტკრეობასთან დაკავშირებით და მეუბნებიან, რომ აი თქვენ რამდენს შრომობთ და მე მინდა რომ ჩემი ცოდნა თქვენ გადმოგცეთ და ამისთვის უფალს მადლობა. მე ფუტკრეობის გარდა მოსწავლეებსაც ვეხმარები. უბრალოდ ვეტყობ თქვენი იურისტი ბრძანდებით, ამასთან ერთად ინგლისურში ამზადებთ თქვენსავე სოფელში ხომ ბავშვებს და სხვადასხვა აქტივობებით აკავებთ. აი ამაზეც მინდა მბრცლად მესაუბროთ. დიახ, ინგლისურში ვეხმარები, ესე ვიტყვი. ძალიან უხარიათ ხოლმე მოსვლა და მეც მხარია მათი ჩემთან სტუმრობა. ბავშვები არიან პირველი კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით, როგორც ოფლაინ, ისე ონლაინაც, დასავლეთშიც ვამეცადინებ ერთ-ორ ბავშვს. და აქტივობებსაც ვაკეთებთ მათთვის. თვეში ერთხელ, 2 თვეში ერთხელ საინტერესო თემას შევარჩევ. მათაც ვკითხავ რა აინტერესებს და იმის მიხედვით ვაკეთებთ ხოლმე აქტივობებს. დაინტერესება როგორია? დაინტერესება არის, რა თქმა უნდა. და სოფელში რთულია ხომ ამ მიმართულებით განვითარება სამწუხაროდ. გამომდინარე იქედან, რომ ბავშვები ძირითადად სულ ტელეფონებში, გაჯეტებში არიან. რაღაც მოწყვიტო, თუნდაც 1 საათი, 2 საათით ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და მინდა მშობლებს უთხრა, ერთადერთი და ვისარგებლო ამ შეხვედრით და მშობლებს უთხრა. გამონახეთ დრო თქვენი შვილებისთვის, ანუ გაერთეთ მათთან ერთად და ის 1 საათი თუნდაც იხალისეთ, ითამაშეთ, იხტუნეთ, იცინეთ ერთად და ძალიან ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მაქსიმალურად მოწყვიტეთ თქვენი შვილები ტელეფონებს. მეც ვდარდობ, მეც ყავს შვილები და ყველანაირად ვცდილობ მივაწოდო მათ ის, რაც უნდა მივაწოდო. რთულია, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი მაინც უნდა გავაკეთოთ. თვითონ დიადემას საქმიანობას რაც შეეხება, ძირითადად გამოფენებში ვიღებ მონაწილეობას. ჩვენი პროდუქცია მომხმარებლამდე როგორ მიიდიხართ ეს? კი, გეტყვით, თაფლი ვთქვათ, რასაც ამოვიღებ, ფაქტიურად ვერ ვდებ და ვერ ვაზიარებ Facebook გვერდზე, რომ უკვე წინასწარ მაქვს ხოლმე შეკვეთები აღებული და წინასწარ მოაქვთ ხილები და 1 და 2 კილოს არ ყიდულობენ 3-4 კილო და მეტი ზევით და გამოფენებისთვის ვიტოვებ ხოლმე რომ დამპატიჟონან წავიდე დავრეგისტრირდე ამისთვისაც მქონდეს რომ იქაც გავიდანო მაშინ უნდა ვამთაბაროთ ხო თქვა ფუტკარი კიდე უფრო მეტი პროდუქცია გქონდეს და ამ ეტაპზე ჯერ ამის საშუალება არ არის. ან ის სპეციალური ის უნდა გქონდეს ლაფიტი, რითაც გადაიყვან და გადმოიყვან, ხო? ეს უნდა გქონდეს. თვითონ დიადემას რაც შეეხება პროდუქციას, ძირითადად მე ვაკეთებ, ვაწარმოებ, მე თვითონ ხვდი ჩვენი თაფლით, ხილით, არაყს და ორნახადი არაყით ხდება ამ პროდუქციის გაკეთება და ეს არის ლიქიორების სხვადასხვა სახის ასკილის, ყვავილის, რეჰანის ვარდის და ასე შემდეგ 10-მდე სახეობის გვაქვს კაკლის ლიქიორი და ასე ღვინოები. ღვინოს მასალას რაც შეეხება ვყიდულობთ და ესე ვაკეთებთ. დიახ, ყურძენს ვყიდულობთ, კი ბატონო და პროდუქცია რაც შეეხება მაღაზიებში ან სადმე არა გვაქვს ჯერჯერობით დადებული. მართალია 2000 წელს დავაფუძნეთ, მაგრამ ძალიან ნელი ნაბიჯებით მივდივართ, არ არის მარტივი ამბავი და ამას ფინანსებთან არის ყველაფერი დაკავშირებული და ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ მეუღლეც მეხმარება შეიძლება ის დაგვარად, მაგრამ თან ჩემი თქვა აი ინგლისურიდან შემოსული თანხითაც ვცდილობ ბიზნესს დავეხმარო და განვითარებაზე ვწონავთ ამ ეტაპზე ჯერ რომ წინ წავიდეს თვითონ კომპანია. კი ბატონო. უშუალოდ რომ აგვიღწეროთ, აი თვითონ პროცესი როგორია, საინტერესოა ხომ ეს რთულია ვიცით არწმუნებული ვარ რომ რთულია ალბათ კიდევ ვერც წარმოვიდგენ რამდენად რთულია უშუალოდ აი სკასთან ურთიერთობა ფუტკრებთან ურთიერთობა
გეტყვით ბავშვობაში ამბავს გავიხსენებ დასავლეთში აბაშის რაიონში ვცხოვრობდი ერთი ოჯახი მოფრინდა და კარგად მახსოვს მამა როგორ დასტრიალებდა თავს ამ წავიდა მეორე დღესვე სკა მოიტანა და ჩასვა ამ სკაში ეს ფუტკარის ნაყარი და მეორე დღეს რო გაიღვიძა სკაში ფუტკარი აღარ იყო და დღემდე მახსოვს მისი ნაღვლიანი სახე როგორ მინდოდა რომ ფუტკარი მყოლოდაო და დღეს რასაც ვაკეთებ მამას უძღვნი ამ საქმიანობას რადგან ის ჩემი მეგობარი იყო ყველა საქმის დაგეგმა წარმართვა თუ რაიმე შეიძლებოდა ყველაფერი ბავშვობაშივე მასწავლა და მადლობა მას ამისთვის და თვითონ აქ რაც დავიწყე ერთი ოჯახი მოფრინდა და როგორც კი სკა მომიტანეს შიში არ მქონია არ ვიცი რატო ცოტათი კი მაგრამ ისე რომ თქვათ ძალიან შემშინებოდა ესეთი მსგავსი არ მქონია როგორც კი ჩავსვი ფუტკარი მაშინვე სიყვარულით მოვეკიდე შევიცინე ეს სპეციალური აღჭურვილობა კომბინეზონი ყველაფერი თუ რამე სჭირდება ერთადერთი რაც მახსოვს რომ უკვე თაფლი როცა ამოვიღეთ და რამდენიმე მიკბინა მაშინ ძალიან დავსივდი და მე ხშირად ხმარობდი იმ თქვათ წამალს რაც თქვათ ალერგიის საწინააღმდეგოა მაგრამ ერთი პრაქტიკული ძალიან კარგი რჩევა გაგვიზიარა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა ტელევიზიით და მის მერე მაგ რჩევას ვიყენებ ანუ ფუტკრის ნაკბენზე გრაზანას ნაკბენზე ну რა თქმა უნდა ამოვიღებთ იმ ნაკბენს და შემდეგ აუცილებლად თუ რაიმე ცივი გვაქვს ხელთან ახლოს აუცილებლად ძალიან ცივი ან ყინული ან წყალი კი ბატონო ეგრევე აქრობს ну შეიძლება ოდადნათი შეშუპდეს ის ნაკბენი მაგრამ თუ წამალი გვაქვს დავვლეთ მაგრამ თუ არა გვაქვს ეს ამაზე მეტი სხვა გამოსავალი არ არსებობს და მე ძალიან მშველის თავიდან უდასიებული დავდიოდი თვალი ფეხი ხელი ну რა ვიცი მაინც ახერხებდნენ შეძრომას ანკბენს ან რო გავიხდიდი მაშინ მიკბენდა 1-2 მაგრამ დავძლიეთ ეს შიშიც და დღეს ჩვეულებრივ აღჭურვილობის გარეშე შემიძლია რომ მივიდე. ნუ პრაქტიკაში მოდის ეს ყველაფერი და ერთი საინტერესო პროცესი რა არის, რას დავაკვირდი რომ თვითონ ფუტკრები გრძნობენ, გეშინია თუ არა. როგორც ცხენი მაგალითად, ზუსტად. თუ გრძნობს რომ გეშინია, არა ხარ პროფესიონალი, ვერ მართავ ისე როგორც საჭიროა, ცდილობ თავიდან მოგიშოროს. და ეს დაცვითი ფუნქცია უვითარდებათ და აი როგორც კი შეამჩნიეს რომ მე უკვე საკმარის ცოდნა მივიღე და თავისუფლად შემეძლო ისე ძალიან ჩუმად ვურთიერთობთ ხოლმე შემიძლია კომბინეზორის გარეშე შევიდე და გავაკეთო საქმე თუმცა მაინც უსაფრთხოებას ვიცავ და ყოველთვის ჩაცმული შევდივარ საფუტკრეში თუ ქონიათ ესეთი მომენტი აი შრომას მინდა გავუსვათ დიდი შრომა ხომ თუნდაც მეღვინეობაზე თუნდაც იმ ლიქიორების დამზადებაზე თაფლის დამზადებაზე საანთლის ხომ უდიდესი შრომა რაც აღწერეთ და ვიცით ხომ თუ ქონიათ ასეთი შემთხვევა რომ აი ფასდება თუ არა თქვენი შრომა როდესაც პროდუქციის რეალიზება ხდება და თუ ყოფილავი რა ძვირია ხშირად გსვენია ეს და შეიძლება არ იცოდნე მართლა რამ ხელა შრომა დევს უკან დიახ გეტყვით მართლა უდიდესი შრომა დევს ხან ვიტყვი რომ ნეტა ვინმე მიღებდეს როგორ ძალისხმევა სჭირდება ამ პროდუქტის მიღებას თუმცა შრომა ფასდება მაინც ვიტყვი რომ უფალს მადლობა ყოველდღიურესთვის რადგან გვიგზავნის იმას, რაც ღვთისგან ჩვენთვის არის გაწერილი და მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. თუმცა არის ადამიანები, რომლებიც თქვა თუ რა ძვირია და მაგრამ მე მათ მინდა უთხრა ვეპატიჟები ჩემთან საფუტკრეში და ჩემთან ერთად მინდა ერთი დღე გაატარო და ნახონ როგორი დიდი შრომა სჭირდება და ძალისხმევა ამ ყველაფრის გაკეთებას. ის საქმიანობებიც ხო ამის გარდა თქვენ და საინტერესო როგორ ახერხებთ მართლა წარმოუდგენელია. კი, ძალიან დიდი, ნუ ოჯახსაც ხალის ხელი სჭირდება. შვილებსაც და ყველაფერს, მაგრამ ასე მგონია რომ ალბათ ეს არის ჩემი ცხოვრებისეული მოვალეობა, რომ ასე უნდა გავაკეთო. მეც მინდა რომ ეს ვაკეთო. განავინმე მავალებს, არა, მე მინდა რომ ეს გავაკეთო და ამიტომ ვაკეთებ. მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ რაღაც პერიოდი
ისი არ იყო ჩემი ჯანმრთელობა როგორც უნდა ყოფილიყო და მაშინ ვთქვი რომ ვინატრე მაშინ რომ და მაშინ ფუტკრის დინდგელამ მიშველა და მაშინ ვინატრე რომ უფალო მეც გამომიგზავნე ერთი ოჯახი თქო და ისმინა ალბათ მართლა გულწრფელად რომ მეც დავეხმარო შემდეგ ისეთ ადამიანებს ვისაც ჩვენი პროდუქცია არგებს და რუსუდანა ამ წლების განმავლობაში ყველაზე დიდ მიღწევად რას თulit ბუნებრივია ამ ხელასაქმიანობას შეეჭიდეთ და ბუნებრივია მიღწევაა ეს მაგრამ აი ყველაზე დიდ გამარჯვებად რა ჩათვალეთ ამ წლების განმავლობაში აი თუ გახსენდება და ან მომენტი სადაც ყველაზე მეტად იგრძენი თავი რომ აი მე ეს შევძელი მე ეს აი აქ გავიმარჯვე კი ბატონო ყველაზე დიდი მიღწევად პირველ რიგში ჩემს შვილებს და ოჯახს ვიტყვი ძალიან მაბედნიერებენ და ძვირფასი შვილები არიან ვიტყვი მეორეს ვიტყვი რომ ყველა ჩემს აქტივობას ყველა ჩემს მოძრაობას ყოველთვის მოხდა შედეგი მოხდა შედეგი და თუნდაც ის რომ აღმოჩნდი თქვა ესტონეთში ისინიც აქ იყვნენ ჩვენთან სტუმრად ვთვლი რომ ეს გამარჯვება იყო ვთვლი რომ იმ ყველაფერთან რაც ჩემს დაბრკოლებას ქმნიდა გადავლახეთ და ეს იყო დიდი ცრემლები სიხარულის ცრემლები როცა მე მათი მეილი წავიკითხე რომ თქვენ ორჯერ აღმოჩნდი თქვა და ამას გარდა მიწევს კიდე სხვა ადამიანებთან შეხვედრა რომლებიც მეუბნებიან რომ შენ ბევრი შეგიძლია და ეს არ უნდა გააჩერო ერთ ადგილას და არ უნდა აღმოჩნდე კედლებს შორის და უფალიც გვიგზავნის იმ კეთილ ადამიანებს ერთი ასეთი მომენტი მქონდა და მას გავაჟღერებ, ხან რომ გავიფიქრებ რაღაცას და არ გადის 2-3 დღე და ვიღაც შემომეხმიანება და ზუსტად იმ თემაზე, თქვათ, რაღაცას შემომთავაზებს, ან რაღაცას გავაკეთებთ ერთად. ნუ ალბათ ეს მისამყაროს ჩვენიც. რას ეტყოდით იმ ქალებს, ვისაც უნდათ რაღაცის დაწყება, ვიღაცა აბრკოლებს, ან თუნდაც თვითონ ეშინია და სწორედ რაზეც საუბრობდით, რომ არ უნდა გაჩერდნენ, უნდა განვითარდნენ და რამ არ უნდა დააბრკოლოთ ისინი, რას ეტყვით ახლა ვინც გვისმენს და პირველ რიგში მინდა ქალბატონებს უთხრა, ახალგაზრდებს, მომავალ დედიკოებს, მეუღლეებს, პირველ რიგში საკუთარმა თავმა არ უნდა დააბრკოლოს. მე უკვე ის დანარჩენი სხვა არის და არასოდეს არ შეეგუონ იმ რუდუნებას რომელსაც განვითარება არ მოაქვს. ყოველთვის უნდა ესწრაფონ იმისთვის, რომ უკეთესი და უკეთესი შედეგები დადონ. როგორც პიროვნულად, ისე საზოგადოებრივად განვითარდნენ და იყვნენ მეტად ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მე მქონდა კვლევები ჩავატარე საკუთარი ინიციატივით 100-მდე ქალბატონი გამოვიკითხე ვისთანაც შევძელი ჩვენ სოფელში, ორ სოფელში ქვეშში და ფლავისმანში, ვისთანაც შევძელი მისვლა მივედი და მე თვითონ შევადგინე კითხვარი, რა აბრკოლებდათ მათ და ზოგადად ონლაინ ვისთანაც ვერ მივედი, ონლაინ შევძელი მათთან დაკავშირება და გამოიკვეთა ორი პრობლემა, ყველა ასახელებდა მათი პრობლემა იყო ოჯახური საქმეები, რატომ ვერ დადიან შეხვედრებზე, რატომ ვერ ვითარდებიან და ეს ორი პრობლემა დასახელდა ოჯახი და შვილები, საქმეები და შვილები. უმეტესობა იყო ეს. და მინდა უთხრა მათ, რომ ეს არ არის დაბრკოლება. მეც მქონდა მსგავსი, მაგრამ მაინც ვცდილობდი, რომ იმ პარალელურად იმ საქმეებთან, იმ შვილების აღზრდასთან ერთად საკუთარი თავისთვისაც მიმეცა ის განათლება განვითარება, რაც აუცილებელი ამ საქმეების საკეთებლად და ერთი დავასრულებ თუ შეიძლება ამ ფრაზით ჩემგან ძალიან მიყვარს გამოთქმა დაიწყე სადაც ხარ გამოიყენე რაც გაქვს გააკეთე რაც შეგიძლია და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ოთახში სადაც ბავშვებს ვამეცადინებ კედლებზე სულ ფრაზებს ვწერ ფერად ფურცლებზე რომ მოდიან სულ აქეთ-იქით იყურებენ ხა რაღაც ახალი იქნება და ესე მინდა მიმართო ამ გოგონებს რომ ერთი ფრაზით დაიწყონ საკუთარი თავის განვითარება თუნდაც დღევანდელი დღე აიღონ და რაღაც ახალი ნაბიჯი გადადგან თავიანთ ცხოვრებაში
ერთნაირად მეორე მოყვება, მეორეს მესამე და აი ესე გალევით არიან ცხოვრებას სიკეთით. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ჩემთვისაც ბევრი რაღაც იყო ახლა აღმოჩენა. მადლობა თქვენ.